50 ბავშვი ერთ მასწავლებელთან ერთ პატარა საკლასო ოთახში და ამ მასწავლებელს არ აქვს არანაირი რესურსი საჯარო სკოლებს გულისხმობ, კერძო სკოლებში მეტნაკლებად არის. არ აქვს ინტერაქტიული დაფა, არ აქვს ინტერნეტზე წტომა, არ აქვს პროექტორი, არ აქვს ყველა ბავშვს თავისი კომპიუტერი არ უდგას. ანუ არაფერი არ აქვს. ხშირად ქსეროასლების საშუალებაც არ არის. ხო? ანუ არაფერი არ აქვს მასწავლებელმა და რა უნდა გააკეთოს? უნდა იზოლებულია რომ ჩაატაროს ისევ ის საბჭოთა გაკვეთილი, რომ რაღაცები უნდა მოუყვეს ამ ბავშვს და მე ამ ბავშვებსაც უნდა მოთხოვოს გამეორება. და უკვე პედაგოგის პირად უნარებზია დამოკიდებული რამე და ესე იგი რესურსი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების მოთხოვნებს. ძალიან ძვირი ჩდება კარგი განათლება, ძალიან ძვირი ჩდება. და ეხლა ნახეთ, წარმოიდგინეთ თქვენ თვითონ სახელმწიფო აწესებს, რომ კლასში ჯერ იყო 25 ბავშვი თქვენ, ეხლა 39-მდე ავიდა ეს რაოდენობა, ხო? და როდესაც ასე, ანუ ყველა ხვდება, რომ თუნდაც 29 ბავშვი ერთი მასწავლებელი ამ ურესურსობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს. დღეს 39 ხო, გამორიცხო, ხო, ცოტა შემცირდა, მაგრამ ისიც კი შეუძლებელია.